აქ ვისწავლოთ ესეთი ეფექტი, როგორიცაა ნახატის შექმნა, ანუ სურათისგან შევქმნათ ისეთი ფოტო, რომ თითქოს ის ვიღაცამ დახატა. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი საინტერესო ფუნქციაა Photoshop-ის. ავტვირთოთ სურათი, რომლის ცვლილებაც ჩვენ გვინდა. ეს სურათი, მე მინდა სურათი ისე გამოიყურებოდეს, რომ თითქოს ის ნახატია, ანუ თითქოს ის დახატეს. ამისათვის პირველ რიგში ვაძლევი Ctrl U. Так, ეს და უფრო მკვეთრი გავხატოთ. ну სადღაც უფრო კარგად ჩანდეს, ну იყოს ეს. უფრო მკვეთრია სურათი. შემდეგ დავჭირდება ფილტრები. ამიტომ შევიდეთ ფილტრების გალერეაში. დავჭირდება ფილტრი glass. აი ეს ფილტრი. ახლა ცოტა ფერი შეიცვალა, როგორც ხედავთ. აქ იგივე პარამეტრები ავიღოთ, რასაც წერია. ანუ 3, იმიტომ რომ ეს კარგად ჩანდეს. ეს უკვე მოშორდება, ამიტომ დაბალ დონეზე გვინდა ეს რო გამოცდეს. 3 ნორმალურია. так, ავირჩიოთ. მოგეთ იგივე რაც აქ არის დაფიქსირებული, შედეგადაც მიიღებთ ესეთ ტექსტურას. 80%-ზე რა თქმა უნდა. შემდეგ ხდება ფილტრის დამახსოვრება. აი აქ ეს შედეგადაც გაიხსნება ახალი ფილტრი. უკვე ორი ფილტრია, როგორც ხედავთ, და უკვე ვიწყებთ ახალი ფილტრის ცვლილებებს. ჩვენ მეორე ფილტრით დაგვჭირდება შემდეგი ფილტრი და ამასაც ვაყენებ ჩვენს დასურველ ზომაზე. ახლა ეს ნორმალურია, შეგიძლიათ აქედან აკონტროლოთ. რამდენად იყოს აღნიშნული ფილტრის ეფექტი რამდენად აფიქსირდეს. ასე ეს დავამახსოვრებიოთ და დაგვჭირდება მესამე ფილტრი. ეს არის Paint Tools. ეს ფილტრი. ასევე აქაც ვირჩევ მე რა დონეზე იყოს გაფერადებული. შემიძლია ესეთი ეფექტი გავუკეთო, შემიძლია ესეთი ეფექტი გავუკეთო. ну მასა თქმა უნდა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ რა, ანუ აქედან რეგულირდება თვითონ ფილტრი. შემდეგი ფილტრი დაგვჭირდება და ბოლო ფილტრია, ეს უკვე ეს დავამახსოვროთ და ბოლო ფილტრი ეს არის რომელზედაც რა თქმა უნდა გვაქვს იგივე ცვლილებები და იგივე ცვლილებების შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ანუ იგივე ცვლილებები შეგვიძლია მოვხდეთ. ეს ფილტრი უნდა იყოს დაბალ დონეზე, იმიტომ რომ ძალიან არ გამოიკვეთოს. ახლა ვირჩევთ იგივე, რაც აქ ხედავთ პანჯერაში, ანუ რაც აქ არჩეული და ახლობით იგივე დაგჭირდება. ვაწვევი OK. და ესე ჩვენი დახატული ეფექტი. ეხლა ამ შემთხვევაში დაგჭირდება, რა თქმა უნდა. გავადიდოთ იქნება ესეთი. საჭიროა სურათის დუბლირება. და კიდევ პატარა ცვლილებები. ამისათვის შევიდეთ შემდეგ image. და შემდეგ განყოფილებაში, საიდანაც სურათს გავხსნით შავ თეთრს. ხო, ამის შემდეგ მივანიჭებთ მას უკვე ფერს. ასევე ფილტრების დაგვჭირდება ფილტრი emboss. საიდანაც ხდება მისი მკვეთრის დადგენა, ანუ რამდენად მკვეთრი იყოს თვითონ ფუნჯის კვალი ნახატზე. ეს იგივე არჩიეთ, რაც აქ არის, ამ შემთხვევაში ეს კარგად არის. და ოკეი. ესეც ჩვენი სურათი. ეხლა ამას თქმა უნდა ესეთია, რომ არ გამოსფერი ჭირდება, ამიტომაც აქ ავერჩევთ overlay. ეს ჩაასხამს ფერს. როგორც ხედავთ, საკმაოდ შეიცვალა და გავს ნახატ სურათს. ეხლა რა გავაკეთეთ ჩვენ?
ცვლილება იმას და ამას შორის. შევინახოთ და ვნახოთ თუ რა შევცვალეთ და რა გავაკეთეთ სურათისთვის. ახლა გავხსნათ სურათი. იყო ასეთი, გახდა ესეთი. ანუ სურათი გავს უკვე ფუნჯით დახატულს, როგორც ხედავთ.